რო დამბომბეს შარშან ივლისში ივნისში მაგ დამბომბის შემდეგ გარკვეული არ იყო ირანი რამდენად მედეგი იქნებოდა ამერიკის სრულმასშტაბიანი დარტყმის წინაშე. უпростоრად არსებობდა ძალიან დიდი და ძლიერი წარმოდგენა იმისა, რომ აშკარაა რომ ირანი ვერ გაუძლებს. ამერიკამ ლიმიტირებული დარტყმა მიაყენა და ირანს ეფექტური პასუხის დაბრუნება არ გამოუვიდა. შეიძლება ამ ლიმიტირებულ დარტყმას ახლა ჩამოშლა არ მოყოლდა, მაგრამ სერიოზული დარტყმის გაძლება არ შეუძლია. სალკარში თამაშს გავდა. სალკარში თამაშს და ზაფხულის კამპანია. კი, და შესაბამისად ირანის სისტემის მდგრადობა არის არაეფექტური და ამიტომ ირანის თუ ამერიკამ გადაწყვიტა ირანი ვერ გაუძლებს. ეს იყო წარმოდგენა და ეს წარმოდგენა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის უზარმაზარი გამოწვევა. ეგ ნიშნავს, რომ მე მან დავამატებდი, რომ ეგ წარმოდგენა მასიურად იყო, თუმცა ჩვენ კონკრეტულად ვამბობდით, რომ არც ეგეთი შედეგი დამდგარა ბირთვულ ობიექტებზე და ცოტა გადაჭარბებული შეხედულებები გაქვთ, რა შედეგით მორჩა ეგ ყველაფერი, მაგრამ მასიური შეფასება ეგეთი იყო. ჩვენთან ვამბობდით ომი რო იწყებოდა, მეორე ომი რო ირანის სისტემას ვერ ჩამოშლიან და ეგ წარმოდგენა არარეალისტური. ან მაგ პროგნოზს ზუსტად ვაკეთებ, მაგრამ უდიდესი ნაწილი ამაში დარწმუნებული იყო და ეგ არის უზარმაზარი წნეხი სახელმწიფოებრიობაზე. მაგალითად ის არეულობები, რომლებიც ირანში იყო საახალწლო დღეებში, ეგ არეულობების დიდწილად იყო გამოწვეული მაგ წარმოდგენით. ანუ ეკონომიკურმა პირობებმა, რა თქმა უნდა, შიქს სპეცსამსახურების მუშაობა, მაგრამ ეს ხალხი რო გამოვარდა, ხალხს მართლა ქონა იმედი, რომ აი ახლა ამერიკა დაგვეხმარება და ამერიკის ზეწოლა ისეთი ეფექტური და ამერიკაც ამბობდა, რომ დაგეხმარება. დაგეხმარები და ეგ დახმარება დავდა, რომ შენი სახელმწიფოებრიობა მართლა იმის ხელშია. ომმა, რომელიც რეალურად ფაქტიურად მთელი ამერიკის ძალების ჩართულობით იწარმოებოდა ერთადერთი რაც არ გაკეთდა სახმელეთო ოპერაცია, რაც ამერიკის არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური შიდა პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია თანამედროვეობაში. ანუ რაც შესაძლებელია თანამედროვეობაში იმ რესურსებიდან სრული ძალების გამოყენებით, ომმა აჩვენა, რომ უბრალოდ სისტემა უძლებს და სისტემას ვერ ამარცხებს. მეტიც ირანის სისტემას აღმოჩნდა, რომ ქონია ისეთი კონტრდარტყმა, კონტრპასუხი, რომელიც შენ გაიძულებს, რომ გაჩერდე. ეს არის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხის შექმნა მსოფლიოში. და თან არა მარტო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, არამედ ირანი მაგ მუქარას ქნიდა, რომ სრულად არ განუხორციელებია, მაგრამ ჩანდა, რომ შეეძლო სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ენერგოობიექტების ისეთ დაბომბვას განვახორციელებ, რომ ეს აღდგენადი დიდი ხნის განმავლობაში აღარ იყოს. ანუ ეს კოლაფსი, ეს ენერგომომარაგების ეს იქნება რაღაც დროში გაწელილი და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე აისახება. და მოხდა და ეს არის სტრატეგიული შენაძენი ირანისთვის, მოხდა დემონსტრირება იმისა, რომ ამერიკას და ისრაელს ერთად არ შეძლებიათ ირანის სისტემის ჩამოშლა. ანუ უბრალოდ აი შემდეგ დარტყმას აზრი ეკარგება. მან დავამატე. ვალ განვაახლებ და იგივე მოხდება, კი ბატონო, იგივე მოხდება, ნიშნავს რომ მე გადავკეთე ჰორმუზის სრუტე და მე ვერ მანგრე. მან დავამატებდი, რომ ირანს შეუძლია სოფლიო ეკონომიკისთვის ისეთი პრობლემების მასშტაბის ორგანიზება, რომლის გრძელვადიანი გაძლება დიდად რანაირად უნდა მოხდეს გაუგებარია. იმიტომ რომ ეხლაც კი აი რაღაცა ამერიკა, ირანი შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტე თანღია, თან დაკეტილი რაღაც შროდინგერის სრუტეა, ნავთობი ახლა $90 ხერს. კი. ანუ თან ეგ იყო ეს არის რაღაცა 3 თვის, 2-3 თვის პროცესი, ეს რო გაგრძელდეს აი 6 თვე, 1 წელი, ხო, მან ფასი იქნება რაღაც არანორმალი, ხო? შესაბამისად, აი ახლა და რატო? იმიტომ რომ სპარსეთის ყურეში გაედინება მთელი მსოფლიოს ნავთობის 20%. ეგ არის კოლოსალური ციფრი. სპარსეთის ყურიდან მარაგდება მსოფლიო ნავთობ მოხმარების წარმოიდგინეთ, აი 20% რო დააკლდეს ეკონომიკას.
ხო, ეგ არის რაღაც კოლოსალური ვარდნა. ეხლა ნახეთ რაშია რა სტრატეგიული შენაძენია რომ მიუხვდეთ კარგად ირანისთვის იმის დემონსტრირება რომ თურმე ამერიკას თელ ძალებით დარტყმის შემთხვევაში არ შეიძლება ირანის ჩამოშლა. აი წარმოვიდგინოთ, აი მაგალითად საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დგას საფრთხის ქვეშ. რა საფრთხის ქვეშ დგას? მაგალითად ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს და პოტენციურად არსებობს ცხელი კონფლიქტის განახლების საფრთხე და თუ განახლდა ძალიან დიდი საფრთხეა რომ ჩვენ კიდე ტერიტორიები დავკარგოთ ან საერთოდ სახელმწიფოებრიობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ხო? ეხლა წარმოვიდგინოთ სურათი რომ მომხდარიყო კონფლიქტი, სადაც საქართველოს მოეხდინა დემონსტრირება, რომ რუსეთი უბრალოდ ვერ ერევა. ანუ აი კი უფრო დაგაზიანა, დიდი დანაკარგები მოგაყენა, ოღონდ გაირკვა, რომ ტერიტორიას ვერ გართმევს და ვერ გიპყრობს. ჩვენ რა უკრაინის შემთხვევა უფრო რელევანტია. ხო, ეხლა უკრაინის შემთხვევაში რო წარმოვიდგინოთ, როგორ იცი, აი დაარტყა რუსეთმა ტერიტორიები ვერ წაართვა, 20% აი ეს რაც აიღო, ეგ რო უკან დაიხია და აი წარმოვიდგინოთ ეგ სურათი. მანდ თუნდაც კონკრეტულად შენს ხელთ არსებული ადამიანური რესურსი, სამხედრო რესურსი, თუნდაც იგივე დარჩეს, ან შემცირდეს კიდეც, იმიტომ რომ ომში დახარჯე რაღაცეები. მაგრამ ფაქტი გაფორმდა, რომ ვერ გერევენ. შენი სახელმწიფოებრიობის სტატუსი, შესაძლებლობები, გაბედულობა, შენი შესაძლებლობა ძალის ახალი გენერირება მოახდინო, აწარმოო ახალი იარაღი, არაზმო, საზოგადოების თვითშეფასება, საზოგადოების თვითშეფასება, შესაძლებლობა. ეგ ხო დრამატულად გაიზარდა. ანუ შენ თუ მანამდე ისე იდექი, რომ მოდი ახლა იარაღს არ გავაკეთებ, არ გავაღიზიანო მეზობელი, ხო? აი რაღაც იარაღ, რაღაცა ნაბიჯს არ გადავდგა, არ გავაღიზიანო მეზობელი. მერე ფუფუნება იმისა, რომ მოდი ახლა ბეჭდო იარაღი, იმიტომ გავაღიზიანო რა ვერ მერევ. თან მანდ კიდე რა ფაქტორია იცი, კიდე იცი? აი მაგალითად მიუხედავთ იმისა, რომ ხა ირანის მთავრობა დემოკრატიული არ არის და ჩვეულებრივად ათასობით ადამიანს ჯიან სიკვდილით, თან ლეგალური გზით, ანუ კანონით არის ეს ყველაფერი გაწერილი და ისედაც, ხო? და ღურე მან რა მოხდა? აი წარმოიდგინე შენ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ რო მაგალითად ცხინვალი დაგვებრუნებინა. აი 2008 წლის აი ეს წამოწყება, წარმატებით დამთავრებული იყო და აი ტერიტორიული მთლიანობა აღვედგინა. რაც არ უნდა მე ნაციონალურ მოძრაობას თუნდაც ის რეპრესიული ფორმები ქონოდა, მის ძალაუფლება საფრთხე არ დაემუქრებოდა. ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს იქნებოდა იმხელა წვლილი და იმხელა ბენეფიტი პოლიტიკური კუთხით, რომ ძრას ვერ უზავდა ვერავინ. ანუ მე იმას ვამბობ, რომ ანუ ეს მაგალითად ის რატომ მოვიყვანე. სამხედრო მარცხი და სამხედრო გამარჯვება მათ შორის შენ გარკვეული ინდულგენციის ფორმას გაძლევს. აი მაგალითად როგორც მოხდა აზერბაიჯანში, ხა სანამ ყარაბაღის მეორე ომი მოხდებოდა, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში საკმაოდ ისეთი ოპოზიციური უკმაყოფილება იყო ალიევის მიმართ. მას მერე რაც ალიევმა ყარაბაღი აიღო, ფაქტურად გაფორმდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ადამიანი იქნება და პრინციპში რაღაც არაადამიანური მხეცობები თუ არ მოაწყო, არავინ არაფერს არ ეტყვა. ხო და ეგ იმიტომ რომ გამარჯვებულებს არავინ არ ზომიერება მოქმედებს ირანის შემთხვევაში, ხო? ირანის მთავრობა ეხლა თავის მოსახლეობას ეუბნება, რომ ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. ჯერ დავამატებ, რომ თავის მოსახლეობას ეუბნება, რომ ჩვენ რო გეუბნებოდით, რომ ამერიკა და ისრაელი მტერია. სახელმწიფო პროპაგანდა ხო მაგას გეუბნებოდა, ხა ირანში ოპოზიციურად გამწყობილი ხალხი ამბობდა, რომ თქვენ კაცო ტყუით, ეგ ყველაფერი ტყუილია, ეგენ ჩვენი მტრები კი არ არიან, თქვენ ხართ რაღაცა ფანატიკოსები და მოდი დავლაგდეთ. და ეხლა ყველა ვინც იქნება ოპოზიციურად განწყობილი ირანში, მაგას ესე სახეზე აფარებენ, რომ აი ეს დაბომბილი რაღაცა ბავშვების სკოლა ნახე შენ ბიჭო. რა პროპაგანდა, რა ომი დაგავიწყდა, ანუ ეგ იქნება აი 10 წლეულების მანძილზე. ეს იქნება
ირანის არსებული რეჟიმისთვის ინდულგენცია, რო გეუნები, რომ მთის ქვეშ ტუნელი ამოთხარე რა, ვინ გეკითხება შენ, აი ეგრე დადგება საქმე. აი რა გაფორმდა, რა ძალიან მნიშვნელოვანი ამის გაცნობიერება, რა გაფორმდა შემდეგი ყველასთვის დამაჯერებელი ფაქტი. ირანს სისტემას ვერ უშლიან, ანუ ამერიკაც ვერ ჩამოუშლის სისტემას, შესაბამისად, აი ეს ირანი რა ფიზიკური ზემოქმედების მექანიზმები აღარ აქვს ისეთი, რომ ამათი ფიზიკურად ველაპარაკოთ და გადაუწყვიტოთ ის წესრიგი და უბრალოდ დიპლომატია დარჩა. რა იარაღს გააკეთებს, რამდენ რაკეტას გააკეთებს, რამდენ ბუნკერს გააკეთებს, მაგას ჩვენ ვეღარ უცვლით ფიზიკური დარტყმით. ეხლა რა თქმა უნდა აქ არ ვიძახი, რომ აი ამ მოლაპარაკებების საფუძველზე გარანტირებულად არ დაიდება ისეთი შეთანხმება, სადაც ირანი რაღაც დათმობებზე არ წავა. იმიტომ რომ ირანსაც აქვს თავისი გამოწვევები, ეკონომიკური ძალიან მძიმე სიტუაცია. ეკონომიკური მძიმე სიტუაცია, მას სჭირდება რომ გაიხსნას სრუტე, კარგი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მოუხსნას სანქციები, ამიტომ ამის საფუძველზე ისიც დათმობებზე შეიძლება წავიდეს. ოღონდ ეს დათმობები არის იმ პირობებში გაფორმებული, რომ ირანი რო გაბრაზდეს ფიზიკურად მას ვერ აჩერებ. შესაბამისად სრუტეზე მისი პირობები პოტენციური შეიძლება ეხლა თქვას რომ სრუტეს ხსნი საბოლოო ჯამში ისე რომ მე რაღაცას არ ვითხოვ რეპარაციებს, მაგრამ პოტენციური პირობები გარკვეულია რომ თუ გააბრაზეს შეუძლია ისევ წამოაყენოს არაბული ქვეყნების ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე რომ ირანს არ გააბრაზებენ ირანი ჩამოშლადი არ არის. ეგ ნიშნავს რომ პოტენციურად ირანი შექმნის ადრე თუ გვიან ბირთვულ იარაღს, გარდაუვალია, სხვანაირად გაჩერებადი აყოლოს. მაშინ ამერიკის სამხედრო უპირატესობა იმდენად უნდა გაიზარდოს, რომ თვისობრივად საერთოდ სხვა სურათი მიიღეს, მაგრამ მაგ მიმართულებით მოლოდინი არის სინამდვილეში პირიქით. ამმა გამოავლინა, მათ შორის ირანს დაანახა გზები, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია ამ რეგიონში თავდაცვისთვის. რა იარაღი იყო ეფექტური, რა გამოწვევები იყო ამერიკის შეიარაღებიდან, რამე მოულოდნელი აწი აღარ იქნება, რაც ქონია ამერიკას, გაირკვა და რა ყოფილა მტკივნეული პასუხის დასაბრუნებლად იგივე არაბული ქვეყნების მიმართ რეგიონში გაირკვა. ამიტომ მაგ მიმართულებით წავა გაცილებით ინტენსიური მუშაობა. და მათ შორის ჩინეთიც და რუსეთიც ამ მიმართულებით დაეხმარებიან ირანს, რომ აი რაღაც მოამარაგონ ტექნოლოგიებით დაეხმარონ ისთვის, რომ აი თავდაცვის უნარიანობა მისი უფრო კომფორტული, ეფექტური იყოს. ამიტომ სინამდვილეში ირანმა სტრატეგიული პირობები გაიმყარა თვისობრივად. ამერიკის პრობლემა რატო დაეძაბა ამერიკას ისრაელთან? ამერიკის პრობლემა რეგიონში დადგა შემდეგი. რაღაცაზე მეტს ვეღარ ვიღებ. ამიტომ ისრაელის მართლა სასიცოცხლო ეგზისტენციალური გამოწვევა, რომ აი რაღაცა მოვახერხოთ ეხლა, რომ ირანის საფრთხე გავანეიტრალოთ, ეგ ერთი და მეორე ისრაელს რა გამოწვევა აქვს? ისრაელის ზომები არის ზედმეტად პატარა, აი გეოგრაფიულად არის მოწყვლადი. ეს ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აი ეხლა ისრაელი კი ძლიერია თავის ყველა მეზობელს, მაგრამ ეს არის რაღაც მუდმივი გარანტია.